საბამშვიდობისა, ჩემო ახალგაზრდა ტელემაყურებელო. დღეს თქვენს YouTube მიმღებებზე მუხლის ტკივილის გადაწყვეტას წარმოვიდგეთ. მუხლის სახსარი, რომელიც ასევე ცნობილია სამეცნიერო საზოგადოებაში. მეგობრებო, დღეს ჩვენ განვიხილავთ მუხლის სახსარში ტკივილის ყველაზე გავრცელებულ ლოკალიზაციებს. თუ მუხლის სახსრის შიგნით ამხარეს გტკივათ, ამ არეში გარე ნაწილი წინა და შეიძლება მოვასწროთ უკანა მხარეც. ალ ვერ მოვასწროთ. დავიწყოთ მუხლის სახსრის შიგნითა ნაწილით, რაც ყველაზე ხშირია. ტკივილი ჩნდება სწორედ აქ, ამ არეში. თუ რა თქმა უნდა მენისკი იმდენად დაზიანებულია, რომ იოგები გაწყვეტილია, ამას არ განვიხილავთ, იქ ყველაფერი სივდება, შეშუპებულია, მწვავე ძლიერი ტრავმაა. ეს ჯერჯერობით არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს, გაინტერესებს ქრონიკული ტკივილი მუხლის სახსარში, რომლის დროსაც შესაძლოა არსებობს გარკვეული ქრონიკული დაზიანებები, მენისკის მცირე დაზიანებები, იოგების ნაწილობრივი გაწყვეტა, ეს ყველაფერი გამოდგება, მაგრამ ამ დროს მაინც ტკივა, როდესაც მაგალითად დიდხანს დადიხართ. სიარულის შემდეგ, სიარული ტკივილს აძლიერებს, ან სიარულის შემდეგ გარკვეული დროით ტკივა, მაგრამ დილით ტკივილი არ არის. მოძრაობის გარეშე ტკივილი არ არის, შეშუპებაც დიდად არ არის. ეს ყველაფერი თქვენთვისაა, მოусმინეთ. თუ ასე არ არის, მაშინ თქვენთვის ეს არ გამოგადგებათ, გამორთით. ყურადღებით მოусმინეთ ისინი, ვინც ახლა დარჩა. მაშასე, მუხლის სახსრის ეს შიდა ზედაპირი. აქ ხშირად ტკივილები დაკავშირებულია იმასთან, რომ ხდება ბარძაკის უკანა ზედაპირის კუნთების გადაჭარბებული დაჭიმულობა. ნახევრად მყესოვანი, ნახევრად გარსოვანი. ეს არის ბარძაკის შიდა ზედაპირი, მიმყვანი კუნთები და ამასთანავე მათი მყესები, კიდევ მკერავი კუნთიც ასეა. და ამასთანავე ამ კუნთების მყესები დაჭიმულ მდგომარეობაშია, მუდმივად ანთდება. მიმაგრების ადგილი ძვლის გარსიც კი შეიძლება ოდნავ ანთდეს. და ეს ყველაფერი ტკივნეული ხდება. რა იწვევს ამ ტკივილს? პირველი ტესტი, რომელიც ეხლა უნდა გააკეთოთ, რომ გაიგოთ, თქვენი მუხლის სახსარი დამნაშავეა თუ უბრალოდ ის ასე ძალიან გადატვირთეთ, უკვე იმდენად, რომ მას უბრალოდ ტკივილი უნდა ქონდეს. მაშასე, ნახეთ. პირველი ტესტი ასეთია. აი თქვენი მუხლი, აი ეს მუხლის თავა, აი ეს მუხლი, ესე. აი ქვემოთ ფეხის ტერფი მდებარეობს. და ეხლა რა უნდა გააკეთოთ? კედელი მიუახლოვდით კედელს, კედლისკენ სახით დადგით. ხელები კედელზე დაადეთ, აი ესე. თითქოს ჩხრეკა დაიწყო. ესეთი პოზა მიიღეთ. ვიღაცისთვის ეს ჩვეულებრივი პოზაა, ვიღაცისთვის პირველადია, მაგრამ არ შეგეშინდეთ ამ პოზის არაფერია საშიში. ეს უბრალოდ თქვენი მუხლის სახსრის ტესტირება. და ეხლა რას ვაკეთებთ? ხელებით ვეღრდნობით და თქვენი ამოცანა ერთი ფეხი უკან გადადგათ. უბრალოდ როგორც თქვენთვის მოსახერხებელი. მეორე წინ არის, თითებით წინ, რამდენადაც შესაძლებელია. და თქვენი ამოცანა აი ესეთ გახართ სახით, აი ესე. თქვენი ამოცანა ეხლა მუხლი წინ წასწიოთ. თქვენთვის ჩვეული და დააკვირდეთ, აი როგორ მოძრაობს ის აქეთ წინ. რა ვარიანტები შეიძლება იყოს? ნახეთ, პირველი. მუხლი მიდის აქეთ, შიგნით, დიდი თითის მიმართ. ეს ცუდია. მუხლი მიდის დიდი თითისკენ, ნორმალურია. მუხლი მიდის ფეხის შუაბულისკენ, ნორმალურია. მუხლი მიდის პატარა თითისკენ, დასაშვებია. ყველაზე ცუდი მდგომარეობა ასეთია. შიგნით როცა მუხლი იხრება და შიგნით იყურება. ეს იწვევს ზედმეტ დატვირთვას, სწორედ მუხლის სახსრის შიდა ნაწილზე. თუ ცხოვრებაში ასე იმოძრავებთ, თუ ასე აპირებთ ასვლას და ჩამოსვლას კიბეზე, ხტუნვა, სირბილი, ნაღალი დარტყმების მიხანება ფეხებით, შემოbrunებებით. ასე დიდხანს მუხლი ვერ გაგიძლებთ. მეორე ტესტი. კიბის საფეხური თქვენს გზაზე მოულოდნელად გაჩნდა. და თქვენი ამოცანაა დაადგათ ფეხი ამ საფეხურზე. როგორ ადიხართ საფეხურზე? ჯერ სიმძიმის ცენტრი წინ გადააქვთ. და აქაც უნდა დააკვირდეთ ისევ სად მიდის მუხლი. თუ ის მოძრაობს ფეხის ფარგლებში, როგორც ახლახანს გავაკეთეთ, ხო ასეა, ეს ნორმალურია. თუ კი შიგნით, აქეთ მიდის. ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც მუხლი შიგნით მიხავს, ფეხს ასედებს გარეთ.
და გრჩებათ შეგრძნება, რომ მუხლი თითქოს აქეთ წინ იხურება. იმიტომ რომ თუ ამ ტესტის დროს აღმოჩნდა, რომ მუხლი აქეთ იხრება, ასე არევლით. ესეთ ადამიანს იშვიათად შეხვდებით ქუჩაში. ჩვეულებრივ, ტერფი მუხლის ამ მოძრაობას ერგება და გარეთ ტრიალდება. აი ეს. და ამ ადამიანისთვის ჩვეული ფეხის დადგმა, მათ შორის საფეხურზეც, ასეთია. ანუ ტერფი გარეთ არის მობრუნებული, რომ მუხლის შიგნით მოძრაობა უფრო მოსახერხებელი იყოს. მაგრამ თუ ეხლა მუხლის მდებარეობას ტერთან შედარებით დავაკვირდებით, ხედავთ საით გადადის. ძალიან შიგნით. დიდი თითის შიგნით მხარეს. კარგია ეს. კომენტარებში სცადეთ უპასუხოთ ამ კითხვას. სწორი პასუხია, ცუდია. ვინც სწორად უპასუხა, ჩემი პატივისცემა. მეგობრებო, ნახეთ, რატო ხდება ასეთი მოძრაობა. რა არის ამაში ცუდი? საქმე იმაშია, რომ არსებობს სახსრის მოძრაობის ოპტიმალური კუთხე, რომლის დროსაც დატვირთვა თანაბრად ნაწილდება სახსრის ყველა სტრუქტურაზე. იოგები, მენისკები, ხრტილები, ყველაფერი რაც გინდათ, კუნთები. და არსებობს მოძრაობის კუთხე, როცა ნაწილი გადატვირთულია. ხედავ, ზედმეტი დაჭიმულობა ხდება იოგებზე. აი აქ არის მხესი. ესე იგი, ეს ტრავმაა სახსრისთვის. თუ ეს განმეორებადი ტრავმა ხდება, ვითარდება სახსრის ქრონიკული დაზიანება. დაზიანდება მუხლის სახსრის გარკვეული ნაწილები. კიდევ ერთი ტესტია. გინდათ? ნახეთ, კიდევ როდის შეიძლება დაზიანდეს. დგებით, ფეხებს ერთად დგამთ, ასე ვაბრუნებთ. კვეთრად არ გააკეთოთ, რომ ეს არ იყოს თქვენი ცხოვრების ბოლო მოტრიალება. ფრთხილად ასე შემოbrundით. თუ რამე გაიჭხიტა, არაფერია საშიში. და ეხლა ვუყურებთ ამ შემოbrunების დროს. დავუშვათ მარჯვენა მხარე უკან წავიდეს, მარცხენა წინ წავიდეს. და აღმოჩნდა, რომ მუხლი აი ეს, ხედავთ, მარცხენა, სადაც ჩემი მარცხენა მხარე წინ წავიდა და მუხლიც აი ეს შიგნით გადაიწია. ხედავთ? ესეთ ცუდი ნიშანია. თუ სიმძიმის ცენტრი ამ შემოbrunების დროს ერთ ფეხზე შიგნით გადაიტანეთ, ხოლო მეორე ფეხზე გარეთ, ეს არაფერს კარგს არ ნიშნავს. თუ კი შემოbrunების დროს მუხლი სტაბილურად დარჩა, ყველაფერი კარგადაა. არაფერია საშიში. მოკლედ მეგობრებო, ეხლა ჩვენ გავარჩიეთ მუხლის სახსრის შიგნით ამ მხარეს ტკივილის მიზეზები. შემდეგ რას გინდათ? გინდათ მაშინვე გაჩვენოთ რა უნდა გააკეთოთ, რომ აღარ ტკიოდეთ? თუ კიდევ რამე, სხვა ნაწილები. კარგი, მოდით ეხლა მაშინვე ვნახოთ რა უნდა გავაკეთოთ, რომ შიგნით ამ მხარეს ტკივილი მოვაგვაროთ. მერე შეიძლება სხვა ნაწილებზეც გადავიდეთ. მიზეზები, რის გამოც ასე ხდება? რის გამოც ფეხი ასეთ ფორმას იღებს? X-ის ფორმის. ASO X. გეომეტრია, აი, ვინც ახსოვს, იქ იყო ASO X. X, Y, აი ესენი, ხედავთ? და ფეხებმაც იგივე ფორმა მიიღეს. აი ესე. მათემატიკური გამოდის დეფორმაცია. რატომ ხდება ასე? რატომ ცდილობს ფეხი ამ მდგომარეობაში ყოფნას? საქმე იმაშია, რომ თქვენ ფიქრობთ, თითქოს მართავთ თქვენს მოძრაობას. ტვინი აძლევს ბრძანებას, სხეული კი ჩვეული გზით ასრულებს. და თქვენ წარმოსახვაში შეგიძლიათ შეასრულოთ რთული კოორდინაციული მოძრაობები. მაგრამ საქმე იმაშია, რომ გარკვეული კუნთები ბოლოს 15 წლის წინ ფიზკულტურის გაკვეთილზე მუშაობდნენ. მას შემდეგ, აი მაგალითად, ეს საშუალო დუნდულის კუნთი დავიწყებაშია. ნელ-ნელა ატროფირდება. ნაწილობრივ თავისი კუნთოვანი ქსოვილი ცხიმით ჩაანაცვლა, ნაწილობრივ შემაერთებელი ქსოვილით. და ფუნქციის შესრულება შეწყვიტა. რას აკეთებს ის? იმ მომენტში, როცა ერთ ფეხზე დგავართ, ის მენჯიც ამაგრებს. ხოლო როცა არ მუშაობს, მენჯი ასე იწყებს დაწევას. ვეღარ ინარჩუნებს სტაბილურობას. ასევე, სწორედ დუნდულა კუნთთან ერთად, მოძრაობისას მუხლის სტაბილურობას უზრუნველყოფს. აქ უნდა იყოს ბალანსი იმ კუნთებს შორის, რომლებიც მუხლის სახსარს შიგნით წევს, აი აქეთ, და იმ კუნთებს შორის, რომლებიც მას ასეთ მიმართულებაში ამაგრებს. რომელი კუნთებია ეს? ძირითადი კუნთები. საშუალო დუნდულა, დიდი დუნდულა, კიდევ რომელი? ჯერჯერობით ეს ორი გეყოფათ, მათით დაიწყეთ.
აი ის. ხედავთ როგორია მუხლის სახსარი. აი როგორი რთული ანატომიური სტრუქტურა. ეს არის მუხლის თავი. წინა ნაწილის ტკივილი მუხში ძალიან ხშირად დაკავშირებულია იმასთან, რომ მუხლის თავი ძალიან ახლოს იწყებს შეხებას თითქმის ამ სახსრის ზედაპირთან ბარძაყის ძვლის, მათ შორის მანძილი მცირდება. როდის ხდება ეს? ეს უკვე ტკივილია. ხედავთ როგორ გადავედი მუხლის წინა ნაწილის ტკივილზე. შეუმჩნევლად, ხო? ეს ხდება მაშინ, როცა ბარძაყის წინა ზედაპირი, ოთხთავა კუნთი სუსტდება და მოკლდება და მუხლის თავი თავის მოძრობას კარგავს. მეგობრებო, დაუბრუნდეთ დუნდულა კუნთებს, საშუალო დუნდულა კუნთს. პირველი ვარჯიში, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ეს ტკივილი მოიშოროთ, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ მუხლი აქ შიგნით გტკივათ. პირველი. რეზინი. დღესდღეობით ყველასთვის ხელმისაწვდომია. აი ესეთი რგოლის ფორმის. აი, გაჭიმათი. ძალიან ხისტი არ არის საჭირო. დაჯექით სკამზე. რეზინი. ამაგრებთ აქ, აი აქ ორი ვარიანტია. შეიძლება მუხლზე მაღლა, შეიძლება მუხლზე ქვემოთ. ეს უკვე თქვენი პირადი, როგორ თქვა, კაპრიზებია. თქვენი არჩევანია. არავინ გაკიცხავთ, თუ მუხლზე მაღლა ან ქვემოთ დაამაგრებთ რეზინს. მოეცქათ სადილის მაგიდასთან ან მაგალითად ჭადრაკის პარტიის დროს ბანკოს თამაში, ტელევიზორი ან რადიო, რაც გირჩევნიათ. ანუ ეს კარგია, როცა სხვა საქმეს აკეთებთ, გზადაგზა. გზავრობისას მაგალითად მეტროში დაუშვათ. ავიაფრენების დროს, აი ეს ყველაფერი შეგიძლიათ ამ დროს აკეთოთ. აი ავტობუსში. 1, 2, 3 და აი ამ ვარჯიშებს იწყებთ აკეთებას. რა ხდება ამ გზით? თქვენ გაქვთ გარკვეული დატვირთვა, ერთდროულად იკუმშება როგორც საშუალო, ასევე დიდი დუნდულას კუნთი. ეხლა ნახეთ ვარჯიშის დროს ტერფს შეიძლება კონდეს სამი სხვადასხვა მდგომარეობა. პირველი, ტერფი უბრალოდ ჩვეულებრივ დგას. როგორც დგას ჩვენს დედამიწაზე. რომელიც გვაძლევს ძალას, აი ასე დგას ის ვარჯიშის დროსაც. ეხლა კი ფეხის თვერებზე დგებით. ფეხის თვერებზე ქუსლები ასწიეთ. აი და ამგვარადაც აკეთებთ მოძრაობას. 15-დან 20-მდე გამეორება რეზინის სიმტკიცის მიხედვით, მაგრამ აირჩიეთ ისეთი რეზინა, რომელიც საშუალებას მოგცემთ 15 ჯერ გააკეთოთ. აი და მესამე ქუსლებზე ასე დააყენეთ, ქუსლი გამოდის. იატაკს ეხება. ფრთხილად. და აი ესე. ასევე 15-დან 20-მდე გამეორება, მათ შორის დაისვენეთ თუ რამე იღლება, თუ იღლება ეს ნიშნავს, რომ მუშაობს. მაგრამ ასე ზედმეტად არ გადაიტვირთო. ეს ხო არ არის ბოლო შემთხვევა, არ ჭირდებათ ეს ერთ ჯერზე. აი ეს ყველაფერი აღადგინოთ. ამოცანა არ არის, რომ ერთ ჯერზე ეს ყველაფერი აღადგინოთ. ეს იყო პირველი ვარჯიში, ანუ ეს სამუშაო დღის განმავლობაში ეს ყველაფერი აკეთებთ. მეორე, დგომაში, თუ ვინმე მართლა სერიოზულად გადაწყვიტა ამ ყველაფრის დაკავება და აღდგენა, დგომაში ნახეთ. სასურველია სადმე რამეზე დაეხრნოთ. შეიძლება კედელზე, შეიძლება რომელიმე დაბალ მეგობარზე. და ასე გვერდზე ამავე მოძრაობას აკეთებთ ფეხით, მაგრამ უკვე სწორ ფეხზე წააგავს წინა მოძრაობას. მაგრამ სულ სხვა, ხო ასეა. აი თქვენ კოლეგა მაგალითად სამსახურში ხავთ ვინმე. აი თქვენ ერთად. თქვათ აი ეს. აი სიგარეტის შესვენებაზე იყავით და ამავდროულად ვარჯიშებსაც ერთად აკეთებდით მასთან. ასეც ხდება ხოლმე. ეს ისევ შუა დუნდულა კუნთი. ეხლა ეგ ქონდა სიტუაცია, როცა საფეხურზე დგებოდით აი ესე, ხო? და მუხლი აქეთ შიგნით მიდიოდა. რა უნდა გავაკეთოთ ამაზე? მორჩა, ისევ აიღეთ ეს რეზინი, ზუსტად ესე, შეაერთეთ, ისევ საფეხურზე დადექით და იგივე გააკეთეთ. უკვე ერთ ფეხზე ამას აკეთებთ. თუ საერთოდ არ მოძრაობს, ან მოძრაობის ამპლიტუდა არ აქვს, რას აკეთებთ? აი აქ დგებით, ოდნავ გვერდზე, ცოტა ამპლიტუდას უმატებთ.
აი ანუ ფეხის მდგომარეობა შეგიძლიათ შეცვალოთ ასეთზე, თითქოს უჩვეულოზე. არა ისე, როგორც საფეხურზე დგებით. აი ამას ვაკეთებთ. მერე თითებზე იგივეს ვაკეთებთ. და ქუსულზეც იგივეს ვაკეთებთ. აი ეს. მერე სტატიკაში დაჭიმეთ, დაიჭირეთ ერთით, მეორეთი ფეხით, იგივეს ვიმეორებ. ეხლა გასაგებია. მერე მოხსენით რეზინი. აი ეს. აი. გაგრძელება. შემდეგ რას ვაკეთებთ? ეს არის A განმეორება. ეხლა ვაკვირდებით. დასაწყისისთვის. როცა ადიხართ საფეხურზე, თუ თქვენთვის ჩვეულია მუხლის შიგნით მდებარეობა, სპეციალურად ცდილობთ რას აკეთებთ. გაკავით თქვენი ნაბიჯი ნაწილებად საფეხურებზე. ნახეთ, ერთი მოძრაობა. შემდეგ გაქვთ ორი მოძრაობა, თქვენთვის ჩვეული. და მეორე მოძრაობის ნაცვლად აკეთებთ ორს. აი ეს მუხლი, აი აქ შიგნით. 1, 12. ანუ პირველი გაქვთ, ნახეთ, 1, 12 და მერე უკვე აკეთებთ 3-ს. ადრე იყო 1, 2, ხო? 3, ეხლა კი 1, 2, 1, 2, 3, 2, 3, 4. გასაგებია. დაიმახსოვრეთ, ასე რომ მეგობრებო. შემდეგი გვაქვს მოხვევა. აი, ვინ შეამჩნია, რომ მოხვევის დროს მას მუხლი ასე მოეკეცა? თქვენთვისაც კარგი ამბებია. რა უნდა გავაკეთოთ, რომ მუხლი არ მოიკეცოს? ნახეთ, მოხვევის დროს თუ ამ მოძრაობას ვაკეთებთ, მუხლი შიგნით მიდის. ეს რას ნიშნავს? ნიშნავს, რომ აქ მოძრაობა არ ყოფნის. პირველი ვარჯიში, რომ მუხლი არ მოტრიალდეს, საჭიროა აიძულოთ ის სხვა მოძრაობა გააკეთოს. ერთი ვარიანტია, თუ მას მოხრილს ტოვებთ, ისევ აქეთ გარეთ ვაკეთებთ მოძრაობას და უყურებთ როგორ იქნება ეს. სანამ მოტრიალდებით, ვაკეთებთ ერთხელ აქეთ. მუხლი ოდნავ შეიძლება მოიხაროს, რომ უფრო ადვილი იყოს ამის გაკეთება და შემდეგ მოტრიალება, მაგრამ შეგიძლიათ შეამჩნიოთ, რომ მოტრიალება არ არის საკმარისი. ამიტომაც იყო საჭირო შიგნით მოძრაობის გაკეთება. მეორე ვარიანტია, გასწორება, მუხლი გავასწორეთ. დაძაბეთ კუნთიც, ამის შემდეგ მხოლოდ მოტრიალდით. ასევე შიგნით გადაადგილება უკვე ვეღარ მოხდება. მეორე ვარიანტი, თუ რთულია საკუთარი სხეულის კოორდინაცია, ვიღებთ ვალიქს აქ. ვდგამთ ამ ფეხს, ვხრით თითებზე, ვდგამთ მუხლით, ვაცვებით და ვიწყებთ მოტრიალებას. ტრიალდებით. და აქ ხედავთ კედლიდან ვტრიალდებით. თუ მუხლი შიგნით გაგივათ, აი ეს რაღაცა ჩამოვარდება, აი ეს არის თქვენთვის სავარჯიშოს სწორად შესრულების ინდიკატორი. ხო და მეგობრებო, მადლიერ თვალებს ხედავ. ცრემლიანი თვალებით მიყურებთ. ვიღაც ბედნიერებისგან ატირდა მესმის. ხოთ კომენტარებში ნუ შეიკავეთ ემოციებს. თქვენი აღფრთოვანებული მისამნებები. სურვილებით შეგიძლიათ დატოვოთ. კომენტარები ამჟამად ყველასთვის ხელმისაწვდომია. ვინც უფრო დეტალურადაა დაინტერესებული სიარულით, ვისაც საბოლოოდ გადათვლითა სრულყოფილად დაეუფლოს საკუთარ სხეულს, თქვენთვის მულზე აღწერაში სრული კომპლექსია. მოძრაობის ბიომექანიკის კომპლექსი, როგორ ისწავლოთ სხეულის მოძრაობა ნაბიჯის დროს და ყველა სხვა მოძრაობაში. ხელმისაწვდომია გთხოვთ, გაეცნოთ. დანარჩენებს ყველაფერს კარგს გისურვებთ შემდეგ გადაცემამდე.